გამარჯობა ჩემი თინდორა ჩემი და როგორ ხართ? დღეს მოგიტანეთ კიდევ ერთი სერიალი სავსე დრამით, შეყვარებულებით და ტოქსიკური მეგობრებით და კიდევ ბევრი სიურპრიზით. გამომყევით რომ მოვისმინოთ შემდეგი სპოილერები. სერიალი იწყება ახალგაზრდა სტუდენტით, სახელად ჰანეულ, რომელიც ემზადება რომ დღე თავის შეყვარებულთან გარამთან ერთად გაატაროს, ახალგაზრდასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა სკოლიდან ბრუნდებოდა. იმ დღეს პროტაგონისტი მიხვდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და როცა შემოbrunდა, რათა გაერკვია, ვინ იყო. გარამ მას მიუახლოვდა, რომ მისი ტელეფონის ნომერი ეთხოვა. რადგან ჰანეულ ახალგაზრდა და სიყვარულში გამოუცდელი იყო. დაუფიქრებლად დათანხმდა მასთან შეხვედრაზე და მას შემდეგ ისინი ლამაზ წყვილს ქმნიან. შეხვედრის ადგილზე მისვლის შემდეგ პროტაგონისტი რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდება თავისი შეყვარებულისგან არაფერს იგებს, ამიტომ გადაწყვეტს რომ შეტყობინება გაუგზავნოს, მაგრამ მერე ნანობს და შლის მას, რადგან არ სურს ზეწოლა მოახდინოს. იმ მომენტში ჰანი იუ ელის მეგობარი, სახელად ჰოჯუნგ, რომელიც თავის შეყვარებულთან ჯო H.W.-ასთან ერთად სეირნობს. მას უახლოვდება, რომ ცოტა ხნით დაელაპარაკოს და მათთან ერთად სასეირნოდ დაპატიჟოს. თუმცა პროტაგონისტი არჩევს იქ დარჩეს და თავის შეყვარებულს დაელოდოს, მაგრამ ბოლოს ღამდება და გარამ არასდროს ჩნდება, ამიტომ იმედგაცრუებული გადაწყვეტს სახლში დაბრუნდეს. გზად ჰანი იუს შორიდან ხედავს თავის შეყვარებულს, გარამს, რომელიც ხელჩაკიდებული მიდის სხვა გოგოსთან ერთად. ასე რომ ხვდება რომ ის ატყუებდა და უბრალოდ ეთამაშებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა სახლში მიდის, ჰანეულ ტირილს იწყებს. მეორე დილით გადაწყვეტს გარამთან ურთიერთობა გაწყვიტოს და ის ცდილობს თავი იმით იმართლოს, რომ მისი მამა საავადმყოფოში ავადიყო. რა უსირცხვილოა! ამის შემდეგ პროტაგონისტი ტრიალდება და ეჯახება თავის თანაკლასელს, სახელად ვუ ჰიუნ, რომელიც მას შემდეგ რაც ჰან იუ ელს ეკითხება, არის თუ არა ის გარამის შეყვარებული, მისგან გამომწვევ სიტყვებს იღებს. ის როცა ჰანი იუ ელ ისგან ისმენს, რომ მან მასთან ახლახან გაწყვიტა ურთიერთობა, გადაწყვეტს ადგილიდან ერთი სიტყვაც კი უთქმელად წავიდეს. კლასში მისვლის შემდეგ მასწავლებელი თავის მოსწავლეებს უბრძანებს, მონაწილეობა მიიღონ იმ აქტივობებში, რომლებსაც ინსტიტუტი მათთვის აწყობს, ამიტომ სტუდენტები იწყებენ იმაზე კამათს, რომელ აქტივობას ანიჭებენ უპირატესობას. მაშინ ჰანილ თავის მეგობარ ჰოჯუნგს თავაზობს, რომ ერთად ჩაეწერონ ექსკურსიაზე, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შეყვარებული ჯოა არწმუნებს, რომ მუზეუმში წასვლა სურს, ახალგაზრდა პროტაგონისტს უჯერებს და გადაწყვეტს მას გახვეს. ასვლისას ჯოუა მომხდარის გამო აშკარად გაღიზიანებულია და ჰოჯუნგის იგნორირებას იწყებს. თუმცა იმ მომენტში ჰანიულ ტირილს იწყებს, რადგან გარამთან მომხდარი ახსენდება და ახალგაზრდა პროტაგონისტს უახლოვდება, რომ მისით დაინტერესდეს, რაც მისი შეყვარებულის ეჭვიანობას იწვევს, რადგან მას გონია, რომ ის უფრო მეტად ჰანი იუ ელზე ზრუნავს, ვიდრე მასზე. მოგვიანებით ღამით, სანამ ჰან იუს სახლშია, გარამ მას შეტყობინებას უგზავნის და ატყობინებს, რომ მისი საფულე მასთან აქვს, რადგან მას შემდეგ, რაც დაშორდა, ვუ H.Y.U.N-ს რომ შეეჯახა, ის მიწაზე დაუვარდა. ამიტომ მეორე დღეს, როცა პროტაგონისტი მის ასაღებად მიდის, მისი ყოფილი შეყვარებული სთხოვს, რომ მასთან დაბრუნდეს და არწმუნებს, რომ გოგო, ვისთან ერთადაც იმ ღამეს იყო, უბრალოდ მისი მეგობარი იყო. პასუხად ჰან იუ ეუბნება, რომ მის სიტყვებს არ სჯერა და მას შემდეგ, რაც ნათლად აგებინებს, რომ მასთან აღარ დაბრუნდება, ვუ ჰიუნ მას უახლოვდება, ცოტა წყალს თავაზობს და ისინი ერთად მიდიან კლასში. იქ მასწავლებელი მათ ექსკურსიის დეტალებს უხსნის და რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი თავისი ფურგონით სანაპიროზე მიდიან. ადგილზე მისვლის შემდეგ, სანამ რამდენიმე მოსწავლე ერთმანეთს ეკამათება, ჰანიულ მარტო მიდის სანაპიროს ნაპირთან გასასეირნებლად. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ვუ ჰიუნ ისევ უახლოვდება მას და როცა დასხდებიან სასაუბროდ, პროტაგონისტი მას თავის გაოცებას უზიარებს იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც ის მის მიმართ ავლენს, რადგან ყოველთვის მარტო და ყველასთან ულაპარაკოდ არის, რაც ახალგაზრდის გაბრაზებას იწვევს და ის ცუდად რეაგირებს და სთხოვს წავიდეს და მარტო დატოვოს. წარმომიდგენია ჰანეულ ფიქრობს, მე უბრალოდ ვამბობდი. იმ მომენტში მათი თანაკლასელები ხვდებიან, რომ ჰანი იუ ელ ისა და ვუ H.Y.U.N ის შესახებ არაფერი იციან, ამიტომ მათ მოსაძებნად წასვლას გადაწყვეტენ, ხოლო ჯოუხვა იწყებს ეჭვს, რომ მის შეყვარებულს პროტაგონისტი უყვარს. გვარად ახალგაზრდა ადგილს ტოვებს და შორიდან ხედავს, როგორ ახერხებს ვუ ჰიუნ ჰანი იუ ელ ის გადარჩენას, მას შემდეგ რაც ის ოთახებისკენ მიმავალ გზაზე წაბორძიგდება, ამიტომ შვებით ბრუნდება, რადგან იცის, რომ ის კარგადაა. შემდგომში პროტაგონისტი
პროტაგონისტი გადაწყვეტს VHYUN-თან მივიდეს, რათა მომხდარისთვის მადლობა გადაუხადოს, მაგრამ რადგან ის ტელეფონზე საუბრობს, ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მისი განზრახვა საუბრის მოსმენაა და უხეშად სთხოვს წავიდეს. მეორე დილით ვუჰიუნ კოშმარის შემდეგ იღვიძებს, რომელშიც ახსენდება, რომ მისი მშობლები მისი დაბადების დღის გარდაიცვალნენ და მას შემდეგ, რაც ხვდება, რომ მისი დაბადების დღეა, ეკლესიაში წასვლას გადაწყვეტს, რათა მათ ხსოვნას პატივი მიაგოს. მეორე მხრივ ჰან იულ და მისი თანაკლასელები ინსტიტუტში სიურპრიზით ელიან, მაგრამ ის არ ჩნდება და გმირი გასვლისას რამდენიმე შეტყობინებას უგზავნის. ამის შემდეგ ჰან იულ შორიდან ხედავს გარამს და გარბის, რათა ის კვლავ არ მიუახლოვდეს. იმ მომენტში ის ხედავს, რომ ვუჰიუნ მიდის და გადაწყვეტს უკან გაჰყვეს, რათა გაარკვიოს რა ხდება. ასე ახერხებს მას ეკლესიამდე გაჰყვეს და გარედან ბოლოს ისმენს მის საუბარს მღვდელთან თავისი მშობლების გარდაცვალების შესახებ და აღმოაჩენს, რომ სწორედ ეს არის მისი ქცევის მიზეზი. სრუობ. გამოსვლისას ხან იულ მას უახლოვდება, რომ დაელაპარაკოს. და მიუხედავად იმისა, რომ ვითომ არ იცის მომხდარის შესახებ, ის აღიარებს, რომ იცის, იგი უკან დასტევდა. ეს ბიჭი ნინძაა. მომენტში ვუჰიუნ მღვდელთან საუბარს იხსენებს, რომელშიც აღიარებს, რომ ბოლო დროს ბედნიერია, როცა ჰან იუ ელთან არის. თუმცა როცა მღვდელი არწმუნებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი ისევ ბედნიერების დაბრუნებაში დახმარებაა, ის უზარმაზარი იმედგაცრუებით პასუხობს, რომ არავის დახმარება არ სურს და იქიდან მიდის. ამგვარად, სახლში მისვლისას ახალგაზრდა ტირილს იწყებს, მას შემდეგ რაც პროტაგონისტისგან კიდევ ერთ შეტყობინებას იღებს, რომელშიც ის კვლავ მის გამო წუხს და მასთან კამათი ახსენდება. მეორე დღეს, როცა ხან იულ ინსტიტუტში მიდის, გარამ ისევ უახლოვდება და სთხოვს, რომ მასთან დაბრუნდეს და მას შემდეგ, რაც პროტაგონისტი კვლავ უარყოფს, ის მის ხელს მისივე ნების საწინააღმდეგოდ ჰკიდებს და არწმუნებს, რომ მასთან ძალით დაბრუნდება. თუმცა, პროტაგონისტის ერთი მეგობარი ამ სცენას ხედავს და ახერხებს მას ის მოაშოროს. მეორე მხრივ, სანამ ვუჰიუნ კლასისკენ მიდის, ჰოჯუნგ მას უახლოვდება, რომ უთხრას, წინა დღეს მისთვის სიურპრიზის წვეულება ჰქონდათ მომზადებული. მაგრამ როცა ხედავს, რომ ახალგაზრდა მომხდარის მიმართ ოდნავ ინტერესსაც კი არ იჩენს, აღშფოთებული ემუქრება, რომ დაარტყამს, თუმცა საბოლოოდ ვუჰიუნ ზურგს აქცევს და კლასში შედის. თითქოს არაფერი მომხდარა. კლასში ყოფნისას მოსწავლეები იწყებენ საუბარს იმ მუზეუმზე, სადაც JHWS წასვლა უნდოდა. და როცა ინსტიტუტიდან გამოდიან, ვუჰიუნ ჰან იუ ელს საიძულებს სახლში წავიდეს, მას შემდეგ რაც უკან გაჰყვა, რათა გაჰყოლოდა. ფიქრობ, რომ სუპერ ტოქსიკური ყოფილი შეყვარებულისგან დასაცავად. ამიტომ პროტაგონისტი სახლისკენ მიემართება, მაგრამ როცა თავის შენობასთან მიდის, ხვდება გარამსა, სუპერ ტოქსიკურ ყოფილ შეყვარებულს, თავის ორ მეგობართან ერთად, რომლებიც ემუქრებიან, რომ სამივე ერთად სცემენ, თუ მასთან დაბრუნებას არ დათანხმდება. რა საშინელებაა? მიუხედავად ამისა, იმ მომენტში ვუჰიუნ ჩნდება და ახერხებს, სამივე ახალგაზრდა დაამარცხოს და ხან იულ გადაარჩინოს. ვაუ! მომხდარის შემდეგ ვიგებთ, რომ ჯო ვა იყო პროტაგონისტზე მოწყობილი ჩასაფრების ავტორი და რომ მან ეს ყველაფერი გარამთან შეათანხმა, მის მიმართ განცდილი ეჭვიანობის გამო. მაშინ ჰან იულ VHYUN სახლში ეპატიჟება და მას შემდეგ რაც ჭრილობებს და უმუშავებს, ისინი ერთმანეთს აშკარად შეყვარებულები ემშვიდობებიან. მეორე დღეს მუზეუმში ჯო ვა ტუალეტში მიდის და იქ მისვლის შემდეგ გარამს ხვდება და მომხდარზე საუბარს იწყებს. თუმცა, იმ მომენტში ჰან იულ და მისი მეგობარი გოგოებით ტუალეტში მიდიან და როცა ორივე საუბარში ხედავენ, რამდენიმე მეტრის მოშორებით უკან იმალებიან, რათა საუბარი მოისმინონ. მეორეს მხრივ, ვუჰიუნ ჰოჯუნგს ეკითხება, ხომ არ არის პროტაგონისტზე შეყვარებული, მის მიმართ ასეთი დიდი ინტერესის გამო. თუმცა ის პასუხობს, რომ არა. და მას შემდეგ, რაც არწმუნებს, რომ მას უბრალოდ მეგობრად მიიჩნევს, წინა ღამით მისი დაცვისთვის მადლობას უხდის. ამის შემდეგ ვუჰიუნ და ჰოჯუნგ ტუალეტშიც მიდიან, რადგან იმ მომენტში ყველას ტუალეტში უნდოდა წასვლა და იქ ხან იუ ელთან ერთად მომხდარის სიმართლეს იგებენ, ამიტომ ჰოჯუნგ გარამს უპირისპირდება, მაგრამ ის მას მთლიანად აიგნორებს და ერთი სიტყვის უთქმელად მიდის. რაც შეეხება JHWS, პროტაგონისტი მას ეკითხება მიზეზს, რატომ სცადა მისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ის ძალიან გულწრფელად პასუხობს, რომ მიზეზი მის მიმართ განცდილი ეჭვიანობა იყო. გულწრფელი იყო. ღამით
ჰანი, იუ, ელის მეგობარი დაჟინებით ითხოვს, რომ პროტაგონისტს ახლამდე გაჰყვეს, შიშის გამო, რომ გარამისებ შეეცდება მისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ის არწმუნებს, რომ არაფერი დაემართება და ემშვიდობება. მეორეს მხრივ, ჰოჯუნგ თავისი შეყვარებულის სახლთან მიდის და შეთხოვინებას უგზავნის, რომ მას ელოდება, რათა ბოდიში მოუხადოს იმისთვის, რომ მასზე არ უზრუნია. თუმცა, დიდი ხნის შემდეგაც ჯოუხვა არ ჩნდება და ახალგაზრდა იწყებს ეჭვს, რომ მისი გრძნობები მის მიმართ უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე. შემდგომში ვუ იუნ ჰანი იუ LL-ს ხვდება და ის აღიარებს, რომ ვერ იგებს მიზეზს, რატომ შეიძლებოდა JHWA-ს მის მიმართ ეჭვიანა, რადგან ისინი დიდი ხანია ძალიან ახლო მეგობრები არიან. პასუხად ახალგაზრდა ახერხებს და ამშვიდოს და დაარწმუნოს, რომ მალე მათ მეგობრობას დაიბრუნებენ. ასეთი მეგობრების გვერდით ვის სჭირდება მტრები? მეორე დღეს მოსწავლეები ინსტიტუტში მიდიან და ჰანი იუელის მეგობარი თავის თანაკლასელებს არწმუნებს, რომ ერთად გადაიღონ ფოტოები, რადგან ეს გაკვეთილების ბოლო დღეა. თუმცა, გამოსვლისას ხვდებიან, რომ ჯოუა არ მოსულა და ჰოჯუნგ გადაწყვეტს მის სახლში წავიდეს, რათა მასთან დალაპარაკებას სცადოს. ამის შემდეგ ჰანიელ თავის მეგობარ გოგოს მკლავში ხელს კიდებს და ისინიც JHWS სახლისკენ მიდიან, ამიტომ ვუ ჰიუნ გადაწყვეტს უკან გაჰყვეს. იქ მისვლისას ჰოჯუნგ ბოლოს მას პოულობს და ბოლო დღეების განმავლობაში თავისი დამოკიდებულებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ ცრემლებით ეხუტება და ასე ისინი თავიანთ ურთიერთობას აღადგენენ. ამის შემდეგ ჰანი იუ, ელიც და მისი მეგობარი გოგოც მიდიან და ცოტა ხნით საუბრის შემდეგ ისინიც იმავე გზით ახერხებენ თავიანთი მეგობრობის დაბრუნებას. ამასობაში პროტაგონისტის მეგობარი გოგო WHYU ენს სუზიარებს ვიდეოს, რომელიც მან თავად ჩაწერა იმ დღეს, როცა მისი დაბადების დღისთვის სიურპრიზის წვეულება მოუმზადეს. ამიტომ, როცა ის თავისი თანაკლასელების მილოცვებსა და გამხნევებას უყურებს, ახალგაზრდა იღიმის და გადაწყვეტს თავისი დამოკიდებულება გამოასწოროს. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეები გაკვეთილების პირველ დღეს ისევ ხვდებიან ერთმანეთს და ხანეულ გადაწყვეტს WHWA-ს მის მიმართ თავისი გრძნობები გაუმხილოს. ამგვარად მას შემდეგ, რაც ისიც იმავეთი პასუხობს და ორივე ძალიან თბილ ჩახუტებაში ერთიანდება, პროტაგონისტი მას ხელს კიდებს და ერთად კლასისკენ მიდიან და ასე მთავრდება ეს დრამა. იმედი მაქვს თქვენც ისე მოგეწონათ როგორც მე. თანამწავალ მივესალმები პალომა ინეს SOFES, მონიკა მელისას და რეგინა ნოემის. გმადლობთ მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და ეგ ყველაფერი. ბაი ბაი.